მიესალმებით ჩვენს მაყურებელს და დღეს საკმაოდ უცნაურ გარემოში აღმოჩნდით, ხო? თქვენ თურქეთიდან სტუმრად, მე კი ურეკში მასპინძელი ესე გამოვიდა. მირანდა ტყაბლაძე, მუშაობ თურქეთში 9 წელია, მოღვაწეობი. როგორც ემიგრანტი, ჩვეულებრივი, როგორც ყველა ემიგრანტი, მეც ისე საქმიანობ, მუშაობ. შევხვდი გარეთ ჩვეულებრივ ადამიანებს. პირველ რიგში არ შემიძლია რომ მადლობა არ გადაუხადო თურქ მოსახლეობას, იმიტომ რომ აი იმ ხალხს, ვინც ამდენი სიტყვა, კი, მე პირადად არანაირი პრობლემა არ მქონია მათთან, ყოველთვის თბილად ხვდებიან, არასოდეს არავისთან პრობლემა არ მქონია და ძალიან გვეხმარებიან, მე პირადად ძალიან გვერდით მიდგანან, თუ კი რაიმე ჩვენი ფესტივალები იქნება, თუ კი რაიმე ღონისძიება იქნება ქართული ღონისძიება, ძალიან ხშირად ტარდება და ჩვენებურები და ჩვენი ქართველები თავს არ გვაწყენენ ამით, მადლობა მათ. საამაყო ქართველები. საამაყო და როგორი საამაყო, მე ჩემს ლექსებში ძალიან ბევრჯერ მოვიხსენიებ, რომ აი ვარაუდით მოგვიანებით აუცილებლად წაუკითხავ ჩვენს მაყურებელს. კი, აუცილებლად წაუკითხავ, იმიტომ რომ ეს ადამიანები რომ არა იქ, ჩვენ ალბათ იქ ვერ გავძლებდით. ზოგადად ემიგრანტები ყოველთვის ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან და სწორედ იქაური დამხვედრი ადამიანები წყვეტენ მათ ბედს. კი, ძალიან ბევრს აკეთებენ, რომ აი ეს ჩვენი ქართული კულტურა, ქართული ენა არ დაიკარგოს, იმდენი სკოლები გაიხსნა. სექი მერჯანი არის ერთ-ერთი, რომელიც ძალიან აქტიურია, რომ ქართული ენა იყოს პირველი ენა ალბათ თურქეთში და ყველასათვის, აი რომ იტყვიან, ასაკოვანი ხალხიც კი დადის ქართული ენის სასწავლად და მე მას დიდ მადლობას მოვახსენებ, არ შემიძლია რომ არ თქვა. ძალიან კარგია რომ ასევე მე გავიცანი ერთხელ ჩვენი ბათუმის კულტურის ცენტრის დირექტორი იქ თურქეთში ბეიკოლში ბატონი ალი ქემალ ქელიჩი. დიახ, რომელსაც ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავხადოთ, იმიტომ რომ დიდი მადლობა, აი არაჩვეულებრივი ადამიანი, თუ შეიძლება იყოს ადამიანი ესეთ ძალიან, აი ხედავ რომ ცდილობს, რაც მეტი ხალხი მოიზიდოს მან ჩვენს ფესტივალებზე, ჩვენი კულტურა. აჩვენოს და გააცნოს ეს პატარა საქართველო მსოფლიოს და თურქ მოსახლეობას, როგორც ყველაზე დიდი და გრანდიოზული ქვეყანა. ამისთვის დიდი მადლობა მას. მასთან ერთად არის ქართული კაფე ურზბუოღლო. არაჩვეულებრივი ადამიანები მასპინძლობს ქართულ პოეზიას. ძალიან კარგია. ნიზამეთინი დორუ. არაჩვეულებრივი მეგობარი, არაჩვეულებრივი ადამიანი. აი ეს ხალხი არიან დაუღალავი, რომ იტყვიან, ჩვენ ამას წინ მაგალითად ურზბუოღლო დაგვდო პატივი და ქართული სოფლები მოგვანახულებინა. სასიამოვნო, როგორ არიცით რომ აქ არის ამდენი ქართული სოფელი. წავედით ინეგოლში. კი. და იმედი ამ ფოტომასალას მოგვაწვით, ხო? აუცილებლად ინეგოლში და არ შემიძლია მადლობა არ უთხრა ინეგოლის ფოლკლორს და დენეგ ბაშკას მამია დუმბაძეს. რომელმაც არაჩვეულებრივი ადამიანები, არაჩვეულებრივი სიმღერა. აი რომ იტყვიან და ძინება მოგინდებო, იმდენად ტკბილი ხმები მოსდით, იმდენად კარგად სასიამოვნო და აი ვერ იტყვი რომ თითქოს თურქეთში ცხოვრობდნენ ამდენი წელი. აი როგორი შემართებით იცი ამ ქართულს ეს არის შინაგანი სიყვარული. კი, და გენეტიკა, კულტურა, და არის ეს მოგონილი, რომელსაც ვერ გაითამაშებ. აი მე ასე ვიტყვი, ამის თამაში არ შეიძლება. დიდი მადლობა ყველა ამას ბევრი გამომჩავიცი, მაგრამ ყველას დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. მოკლედ, სანამ მასალას ჩვენს მაყურებელს მივაწვით, მოდით თქვენი ლექსებით აი ეს ყველაფერი დავაგვირგვინოთ და დავიწყოთ. თუნდაც ერთი ლექსი წავიკითხოთ და მე პირადად ძალიან მიხარია და სულ ვცდილობ, რომ ჩვენი ქართველები, ვინც არიან ემიგრანტები, აი რამოდენიმე დღის წინ ესპანეთიდანაც სტუმარი მყავდა და აი ხა თბილისში რო ჩავალთ სერიოზული ინტერვიუ ინიშნება და უნდა გვეწვიოს ტელევიზიაში ახალ პავილიონში და მე ბედნიერი ვარ, რომ ემიგრანტებთან აი ესე დიდი სიყვარული ბედნიერება, იცით რა არის? ბედნიერებას რომ პოვებ სხვაში, რომ ხარ ამაყი, ხრებ გამართული და თავს არასდროს არ დახრე არცი. და შენ ქართველო, მიამაყები, რომ შეუნახე, მამულსა ენა, მიყვარს მე შენი ჯიში ჯილაგი, ძაღლში ქართული სისხლი რომ ფეთქავს, სხვისა მიწაზე რომ დაგასახლეს, უცხო ამბანი რომ მოგცეს ხელში, უცხო ენაზე ალაპარაკდი, მაგრამ გული გაქვს ქართული მკერდში, მე ვენაცვალე შენს ნამხელს ქართულს. ხმას რომ აჟღერებ, ნარნარს მქუხარეს, ლამაზად გაშენ, კლავებს აცეკვებ, თითქოს აღვიძებ
ამ თებს დუმარეს დაჩვენებურო შორს რომ ხარ ჩვენგან და მაინც სახლობ ამ ჩვენს გულშია დრო და მანძილი ვერ დაგვაშორებს ერთი სისხლი გვაქვს ცმობა წყურია და რომ აკვნესებ სალამურს ასე ფანდური სიმებს ჩამოკრავ ნაზად და საამური ხმები რომ ისმის გადაულია თითქოს და ცხრამთა ძმობას ერთობას ენას მამუსა დავლოცავ ჩვენსაც წმინდას და სპეტაკს პატრიოტებად წოდებული ხარ და რომ ბადალი არ აკავს ქვეყნად და ეისმოდეს მუდამ მარაჯამს განდა და დიდო უნანა ჩვენებურებო თქვენ გამიხარდით ღმერთი ლოცავდეთ თქვენ სავალგზასა გაიხარეთ ნამდვილად სასიამოვნო პოეზიით ასე ვთქვათ კიდევ ერთი კარგი სასიამოვნო წიგნი შეემატება თქვენი ლექსების კრებულით მე დარწმუნებული ვარ ქართული პოეზიის აი იმ წიგნების კრებულს რომელიც თუნდაც თურქეთში არა მარტო თურქეთში ძალიან ბევრგან საზღვარგარეთ ხშირად ქართველები თავის ემოციას თავის განცდას სრულად ჩადებენ ხოლმე აი ამ წიგნში და მოდი ჩვენს მაყურებელს დაუტოვოთ როგორც ახლა თქვით ის იმედად რომ თქვენ აუცილებლად მოახერხებთ და ჩვენი გადამღები ჯგუფი თურქეთში გესტუმრებით თქვენი წიგნის პრეზენტაციაზე აუცილებლად და ჩვენი შემდეგი შეხვედრა სწორედ თქვენი წიგნის პრეზენტაციაზე დაემთხვა. დიდი მადლობა ასევე ბატონ ორხან ბერიძის. ძალიან მიდგას ბატონ ორხანი მოვიკითხოთ ბატონ ორხანს მოვიკითხავთ დიდი სიყვარული დიდი პატივისცემა და აუცილებლად იქ არის ეკა სურამელი რომელიც ძალიან საყვარელია და ძალიან ბევრი არიან ძალიან ბევრი კარგი ვერ ჩამოვთვლი მართლა ძალიან ბევრი არიან და ორხან ბერიძე ძალიან მეეხმარება ბატონი ორხან ბერიძე ძალიან დიდი მადლობა მას მან ჩემი ერთ-ერთი ლექსი ორი ლექსი თარგმნა თურქულად და მე ვიცი ძალიან ბევრი ქართული ლექსები სხვათა შორის თარგმნა თურქულად და ძალიან კარგია და ქალბატონ არ დამავიწყება და არ მაქვს უფლება დამავიწყდეს ქალბატონი ნათია ჯიმშელიშვილი ჩემი ერთ-ერთი ლექსი უნახავს Facebook-ზე სოციალურ ქსელში და მოგნიშნა ნათია ჯიმშელიშვილი და რატო გიტარაზე რომ რანაცნობის სიტყვებია მეთქი და თქვენი სიმღერა გააცოცხლა მან და აი ვერ ვიტყვი რა ვიგრძენი მაშინ თითქოს მეწა გამომეცალა და დავფრინა აი ასეთი შეგზა იცი ეს რა ბედნიერება როცა ვიღაცაკია როცა ხედავენ რომ რაღაცის გაკეთება გინდა და ამას კი ამას სმენელი და დამფასებელი ძალიან დიდი მადლობა ეს არაჩვეულებრივი ქალბატონია ყოველთვის მეხმიანება და მეუბნება თუ კი რაიმე დაგჭირება შენს გვერდით არა მარტო ნათია ძალიან ბევრი ადამიანები ჩვენ ერთმანეთს იმდენად ვავსებთ იქ ვცდილობთ რომ თუ კი რაიმეს ვინმეს რაიმეს გაკეთება უნდა ეს აუცილებლად უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს. და ერთმანეთის გვერდით უნდა ვიყოთ. აუცილებლად. საერთოდ რა არის, იცით, ყველაზე მთავარი არის, მე მაინც სულ ვამბობ ხოლმე, რომ როდესაც სხვისი ბედნიერება შეგიძლია, მაშინ ხარ ძალიან დიდი ადამიანი. ძალიან დიდი. და თუ შენ სხვისი ბედნიერება მცირედით მაინც გძრგუნავს და უსიამოვნო გრძნობას გაძლევს, შენში ადამიანი დაგარგულია. ჩემი ახლა ვინ არიან ეს ხალხი მტერე, ჩემი არც ნაცნობია ინეგოლის ფოლკლორი, არც არავის ვიცნობდი, მაგრამ იმდენად ვაზიარებ ამაზე, იმდენად მინდა რომ აი ეს ხალხი ნამდვილად არ უნდა დაიკარგოს და უნდა გაიცნონ. ჩვენებურები არა, ჩვენია. და ამიტომ ერთხელ კიდევაც ვითხარი რომ როგორ მინდა მეთქი თქვენი კონცერტი საქართველოში გაიმართოს და მე ამას მოვესწრო და თქვენ მთლიანი გუნდი იქ ჩახვიდეთ მე ვთხარი. შორსა ვარ შენგან, მაგრამ ჩემში ხარ. არ მავიწყდები არცეთი წამით. გავყურებ თებს და იმ თებს იქით. ჩემი სანანატრი სამშობლო არის. შენ სიყვარულზე დავჯექ ვუამბე. გულის დარდები გავამდე ნიავს. თელი გულით და გზნობით რო მიყვარს. მას საქართველოს სახელად ქვია. წადი უამბე, თუ როგორ გვიყვარს. მისი მთების და მდელოს სურნელი ყველას ვერ მომხელ, რამდენი რჩება მასზე უთქმელი, რა ლამაზი ხარ, ჩემო სამშობლო,
შენ სულ სხვაგვარად ხარობ და ყვავი, შენგან მივდივართ, მაგრამ იცოდე, არ მავიწყდები არც ერთი წამით. დაკურთხეულსა, მიწა სუფლისგან, დედა ოღვთისა მოხფინე მადლი, გამოუზარდე მამუს შვილები და ჩაურაზე ტერს ყველა კარი. ღმერთო, მიმრავლე ერი ქართველი, ჩემს ერს ფარავდეს ღვთისმშობლის კალთა, წმინდა სანთლები, ვანთოთ ვილოცოთ და ერთმანეთი ვიყვარდეს მარად. ნამდვილად დასაფასებელი ლექცია და რაღაცა უხდება იმ გრძნობას და იმ სათაურს, რომელიც ყოველთვის რა არის, იცი? მე ვერასოდეს ვერ ვწერ ლექსს. ემოციის გარეშე, გრძნობის გარეშე. რასაც გზნობ, რაც მინდა და ვერ ვამბობ, ამას ვწერ ლექსად.